ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას თავისუფლება სიმართლეშია. ეს მეორე ნაწილია. დღეს დამსწრე საზოგადოება ერთობლივად ვიმსჯელებთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებზე და ზოგადად საქართველოში პოლიტიკურ ძიმე კრიზისზე. თავისუფლება არის ერთ-ერთი სერიოზული თემა და განვითარება როგორც ერის, ასევე ცივილიზაციის, თუმცა ისტორიამ იცის, როდესაც თავისუფლების სახელი ხდებოდა სწორედ ომები, იგივე ფაშიზმი, იგივე რადიკალური ლიბერალისტური მიმართულებები და კომუნისტური რეჟიმი, როდესაც ყველას ეგონა რომ მართალი. თუმცა ყველაფრის ასე ვთქვათ, გამასწორებელი და დამადასტურებელი არის ისტორია, ვინ საით მიდის. დღევანდელი სიტუაციას თუ გავანალიზებთ, დავინახავთ ორ პოლიტიკურ ძალას, ორივე მართალია, მათ ხავს თავისი მომხრეები, მათ ხავს თავისი ტელევიზია, თავისი ინსტიტუტებისაც უამრავი ბავშვს ამისამართებენ და სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებით ამისამართებენ. აქედან გამომდინარე იმისაც რომ დავადგინოთ რა არის სიმართლე, საჭიროა მულტიდისციპლინარული აზროვნება. სხვადასხვა პროფესიებით მოვახდინოთ ხედვა და გამოვაკრისტალოთ რა არის სიმართლე. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში ერთი პოლიტიკური ძალას აქვს რაღაცა სიმართლე, მეორე ნაწილს მეორე სიმართლე. თუმცა არსებობს ზოგადად სახელმწიფოებრივი სიმართლე, ის სიმართლე, რითაც უნდა მოხდეს ქვეყნის განვითარება. ამიქიდან გადასახადით არავითარი ასეთი სიმართლე არ ჩანს, იმიტომ რომ შედეგი ნაყოფი არ ჩანს. დემოგრაფიული საშინელი პრობლემა, ეკონომიური პრობლემა, რაც თავარია ორად დაპირისპირებული სამდრო სასიცოცხლო დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა და რაც თავარია უიმედობა, ნიჰილიზმი მომავალ თაობაში და ჩვენ ვხედავთ აგე რიგებია საელჩოებთან და ყველა ცდილობს გაიქცეს. აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ რაღაც პოლიტიკურმა ძალამ ან რაღაც სამეცნიერო ჯგუფმა აიღოს პასუხისგებლობა და ჩამოაყალიბოს მართლაც რა არის სიმართლე და საით უნდა წავიდეთ. სწორედ მეცნიერთა კონგრესი ცდილობს ამ მიმართულებით მისი ჩამოყალიბების დოქტრინიდან საზოგადოებას, პოლიტიკურ საზოგადოებას, სამეცნიერო საზოგადოებას და ზოგადად ხალხს წარმოუდგინოთ რა არის რეალური სიმართლე და საით უნდა წავიდეთ. იმიტომ რომ თუ არ არსებობს შუქურა განსაკუთრებით ამ ბნელ ეპოქაში, მაშინ ჩვენ დავიკარგებით და ერთი პოლიტიკური ძალა თუმცა ესენი ყოფილა შუქურა და მეორე ხედავთ საით მიდის, ხო? აგე უკვე ევროსაბჭომ საკმაოდ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და თითის დაქნევით უკვე პირობები დაგვიყენა, როდესაც შეიძლება არ ყოფილიყო დაყენებული და გვეთამაშა რაღაც დონეზე, ხო? ამდენად დღევანდელ სიტუაციაზე ვიმსჯელებთ ბატონი თემურ სანშიაშვილი, გელათის აკადემიის წევრი, ბატონ ზაზა ხატიაშვილი ადვოკატი, ბატონი პაატაშუბიტიძე ეკოლოგი და ბატონი ჯუნბერ ბულღაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მულტიდისციპლინარული ხედვებით დავიწყოთ განშე, იმიტომ რომ საგან სწორედ მეცნიერულ აზროვნებას შეუძლია სწორედ განსაჭოს. რა არის ამის საფუძველი, რომ მას შეუძლია მაგიდაზე დადოს კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული საგანი, დაიწყოს ამის ანალიზი ემოციის გარეშე, იმიტომ რომ საცა ემოცია იქ განწყობა იცვლება და აი ჩვენ ვხედავთ რომ ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს ემოციურ ნიადაგზე ხალხის ცნობიერება შეუცვალოს, რომ ილუზირებული დასკვნა გააკეთონ, იმიტომ რომ სწორედ ემოციას შეუძლია არასწორი დასკვნაზე გააკეთოს და სწორი დასკვნა არის მხოლოდ მეცნიერულ აზროვნებას შეუძლია. ამდენად გამომდინარე ჩვენ ვხედავთ რომ ევროსაბჭო მიუხედავად ამ პროცესებისა და ნელ-ნელა წელავდა ამ გადაწყვეტილებას რადიკალურად ჩამოაყალიბა სამი პოზიცია, სამი მოთხოვნა რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ძალიან რთული ჩასატარებელი, იმიტომ რომ სოფლიოს ნახევარმა, ასე ვთქვათ, აზიური მენტალიტეტის ქვეყნებმა, ასე ვთქვათ, პირობითად წყალებში ესეც საკითხავია რა არის, ხო? იმიტომ რომ დიდმა ქვეყნებმა თურქეთი, ოსაბჭოური ქვეყნებმა, აგე ჩინეთმა და რაც თავარია ისეთმა ორგანიზაციამ გაერო მცნო არჩევნები. ხოლო ევროპის ნაწილი, დასავლეთი ასე ვთქვათ, ევროპის ნაწილის ქვეყნები არ ცნობენ. ანუ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდ კრიზისთან. ეს არის უბრალოდ ორი პარტიის კრიზისი, ეს არის გეოპოლიტიკური საკმაოდ სერიოზული კრიზისი, რომელიც უკავშირდება ამ
ევროპა-აზიის დამაკავშირებულ კორიდორს, ასე ვთქვათ, დერეფანს, რომელიც არა მარტო ეკოლოგიურ და პოლიტიკურად აკავშირებს, არამედ მენტალიტეტურ სხვაობაც შემოდის ამ სფეროში და ჩვენ ხედავთ, რომ ამის მარეგულირებელი ინსტიტუტები არ გვაქვს. აი, რამოდენიმე წელია სწორედ წერა ამაზე, რომ საჭიროა სამეცნიერო ინსტიტუტები, რომ იქ იყოს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და წინასწარ განსაზღვროთ საფრთხეები, რა შეიძლება მოხდეს. ჯერ ეს გზა არ დაქოქილა, ასე ვთქვათ, არ დაწყებულა, ჯერ რაღაც საწყისებია და წარმოიდგინეთ ახლა 100 მილიარდიანი ხელშეკრულებას ინდოეთთან, ევროპის და ამერიკულ ბიზნესმენს გაფორმებულ. ჩინეთზე აღარ არის საუბარი, აგერ რუსეთი და ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიური და პოლიტიკური სისტემები ჩაერთვება. ეს არის ძალიან სერიოზული, რომელიც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია დღეს რო შევკრიბოთ ამ სისტემას ვერ მართავდა. ამის ცოდნა ჩვენ გქონდა და სწორედ ჯავახიშვილი იმიტომ იყო გაბრაზებული რუსებზე და იძახდა, რომ სწორედ რუსეთში ჩვენ ეს პოლიტიკური ცნობიერება, თვითმარეგულირებელი სისტემა ჩვენ ეს დავკარგეთ. აღარ აქვს ეს, აღარ არის არც მე სამეფო ხელისუფლებაში დარჩა ეს ცოდნა, არც ხალხში დარჩა, კომუნისტებმა კი მართეს, თუმცა ეს მისი ნაწილი იყო საბჭოთა სისტემის ნაწილი და ჩვენ ვნახეთ როგორც კი პარტიული პარტია დამთავრდა, რომელიც ყველაფერს მართავდნენ მეცნიერებად და ისინი მართავდნენ. პარტიული აზროვნება და პარტია დამთავრდა თუ არა კომუნისტები ჩვენ აღმოჩნდით სიცარიელეში და ფაქტიურად 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შექმნეს ვერავითარი კონცეფცია, ვერავითარი დოქტრინა, ვერავითარი რაღაც მიმართულებები და შესაბამისად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თუ ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, ეს იქნება ჩინეთის, თურქეთის მთელი სერიოზული სამყაროს, რომელიც სხვა მენტალობი აქვს იმის ასე ვთქვათ პროტესტი და ის ინტერესები ჩაერთვებიან თავისი ფინანსური რესურსით მთელი რიგით და თუ არ ჩავატარებთ, მაშინ შესაბამისად აი ამ სანქციებით ჩაატარებენ და ეს ბავშვები გაგვექცევა, ხო ყველა ხვდებით. შეიძლება რაღაც დონეზე გაართულო გასვლა ევროპაში და ეს კიდე კრიზისებს გამოვიდა. ამიტომ ძალიან დიდი კრიზისია და ამიტომ არის საჭირო რომ მეცნიერებთან ერთად პოლიტიკოსები დაჯდნენ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე მათ ვერ შეუძლიათ ამ სიტუაციის მართვა და მოგვარება და ჩამოყალიბდეთ ერთიან მიმართულებებზე, დოქტრინაზე თუ საით უნდა წავიდეთ და შეთანხმებას მივაღწევთ. შესაძლებელია ეს შეთანხმება, იმიტომ რომ ეს გზა თუ ჩვენ კარგად დავამოქმედეთ, საქმე ყველას გვექნება. იმდენად ყველას გვექნება და ვერ წაუვა. ეს ბავშვებიც რაღაც ინტერესი ექნებათ, ხო? იმიტომ რომ ფრუსტრირებული არიან არაფერი, რა არის მარტო პლანი, შეხედეთ სოფლებში რა ხდება, ხო? იმიტომ რომ ის მარტო ბარი და ის მამა პაპისეული პამიდორს რო დაარგო და აღარ შველის, ჰაერია მოწამული სხვა მიმართულება, ხო? და აღარ მოსდის და მე ხდება გაცურება და ყველა გარბის, აი სტატისტიკურად შეგვიძლია ნახოთ თითქმის ყველას უნდა წასულიყო. და რო წავლენ მე აი სერიოზული ცნობიერებითი სისტემა, აქ შენ თავზე გიწევს, იქ სახელმწიფო სისტემა, სულ სხვა მენტალობია და ძალიან ბევრი ახლა მე პირადად შევხვდრივარ სადღაც 50%-ში ვინც მიდის სერიოზული პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა ექნება და ვინც უკან ბრუნდება. ეს არ არის სახუმარო თემა, ეს არ არის ანუ გამოდის რომ ჩვენ აი ეს ორი პოლიტიკური ძალა იმეტებს თაობას რომ წავიდნენ და იქ მე კაცმა არის ბევრი მინახია ძალიან ნიჭიერი ბიჭი ერთი მახსოვს უნიჭიერესი რაღაც სასწაული წავიდა რეანიმატოლოგი იყო და იქ სუიციდით დაამთავრა რა აი ეხლაც კი ტრაგიკულად განვისდი ამებას ვერ შეძლო იმ პიროვნებამ თავის მოაზრებული რაღაც სქემებში და სახელმწიფო ვერაფრით ვერ დაეხმარა და ვერ დაიწვა ამდენად ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ახლა რო იძახიან ყველა გამოუშვეს ახლა ახალად ნახეთ როგორ გაარტყა ჟურნალისტმა პოლიციას ხო აი პირდაპირ ხელში თუ ამას ყველაფერს გავამართლებ ხალხო მაშინ შეიძლება ხვალ ნახოთ აგ სკოლებში მასწავლებელს გაარტყას ხელს და თქვას რომ რაღაცა თქვა არასწორად მომართა ხო ამიტომ ყველაფრის გამართლება და ესე გამოუშვი და ვიღაცები დაიჭირეთ. თუმცა არის ერთპიროვნად რომ ნებისმიერი ძალადობა უნდა იქნეს შეკავებული. ხო, მაგრამ მაშინ ხარებაც უნდა დაიჭირო, ადამიანს უნდა დაიჭირო. ხო, მაგრამ ორივე უნდა დაიჭირო. ორივე უნდა დაიჭირო. დავენახეთ, რომ დაარტყა ხარებამ. რატო არ იჭერს? რატო არ იჭერს, ხო?
ან ბავშვი რო იყო წაქცეული და მივიდნენ და როცემდნენ რატო არ დაიჭირა პარლამენტში ცემეს ერთმანეთი რატო არ მიჭირა პარლამენტში ხო პარლამენტში დაშვებულია და ეგრეც უნდა იყოს ეს იქნება მოვიდნენ აზრს ირაკლი კოლბახიძე იძახის რომ გახარია ეროვნი მოიხმარო ნარკოტიკები და ვიციო მესო და არა ანუ არც თანამშრომლობს ეს რა არის აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი სიტუაცია პრემიერო ესე გიწოდა და ყველაფერი არის მოსული ამდენად გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ ახლა ანალიზის დრო უკვე შევაფასეთ თქვით რომ ეს ცნობიერებები არ იცვლება იმიტომ რომ ის რაც იყო კომუნისტური რეჟიმის ბოლოს ვიძახ იმიტომ რომ იყო პერიოდი კომუნისტების რომელიც მართლა ეროვნული და საქმე აკეთეს მაგრამ იყო ბოლოს 70-იანი წლის შემდეგ რომელიც ფაქტობრივად თავისთვის იყო ეს რეჟიმი სააკაშვილმა გადაიბარა შეუარდნეს და ფაქტობრივად იგივე რეჟიმი და იგივე სისტემა გადაიბარა და ეს სისტემები კიდე არავინ არ ცვლის ასტიმად არც ოპოზიციას უნდა ამის შეცვლა არც პოზიციას და უნდა ხელისუფლებაში ხო ფაქტობრივად უნდა ხელისუფლებაში აი როგორ უნდა მოვახდინოთ აქ უკვე ამოცანა არის რომ ხალხმა რეალურად რომელიც ის მესამე ნაწილზე ქუჩაში დგას მოვახდინოს მეცნიერებთან ერთად ამათი ხელისუფლების ართმევა თუ დავათმობინო თუ ფაქტიურად ეს არის ამოცანა უკვე ეროვნული ამოცანა ეს არ არის უბრალოდ ამოცანა და ეს არის სასიცოცხლო ამოცანა თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ არ ვიცი ჩვენ ან შეიძლება საერთოდ არ ვიარსებთ და თუ ვიარსებთ აუცილებელი მომავალი თაობა ჩვენზე იმაზე საშინლად სიტყვიან ვიდრე კომუნისტებზე საუბრობ მე მინდა სიტყვა გადავიდეთ ბატონ თემურთან ბატონ თემურ მე მადლობა კარგი შესავალი გაკეთდა მე ვიზიარებ მიდგომებს რომელიც თქვენ გაგაჩნიათ და ძალიან სასიამოვნო რომ ასეთი ადამიანები არიან და რომელთაც აქვს სურვილი რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გაანალიზდეს მე მაინც მგონია რომ ახლა ჩვენ მეცნიერთა კონგრესისთვის მზადება რომელიც გელათში უნდა შედგეს ჯერ თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა რომ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიდიხარ ვინც სიტყვას ამბობს ხო თავისთავად ბევრს ნიშნავს და ვინც მონაწილეობს ისიც თავისთავად ბევრს ნიშნავს ეს არ არის მონაწილეობა უბრალოდ ისევ რომ პუნქტი რომელიც აქ არის 12 უნდა წავიკითხოთ პუნქტების მიხედვით და ხალხს ნებისმიერ შეუძლია შემოვიდეს და თავის მოსაზრება გამოთქვას ეს უკვე ყველა უნივერსიტეტში ინსტიტუტში პარტიებში ყველგან დარიგებულია ყველასა ეხლა გამოჩნდება ვინ რას ხედავს ვინ როგორ ხედავს საქართველოს მომავალს აი აშკარაა რომ თუ არ გაჩნდა რაღაც ძირითადი საყრდენი პოსტულატები ანუ გრავიტაციული მუდმივა რომ ქვია თუ არ გააჩნია ქვეყანას რომ შენ ეუბნები უცხოეთთან თანამშრომლობას მე უნდა ვიცოდე ვინ ხარ შენ მიწას ყიდი თუ არ ყიდი პრინციპულია ხომ შენ ბუნებრივ რესურსებს ყიდი თუ არ ყიდი შენ ნედლეული გაგავს თუ შენ მარტო იმას აკეთებ ანუ ხო ყველაფერი ეს ჩამოყალიბებული უნდა გქონდეს და უნდა თქვა რომ შენ კორუფცია ახლა მაგალითად დღეს რომ არის საუბარი არ ვიცი აქ ბატონ ბესიკი ხა ამას ფსიქოლოგიური ანალიზი ჭირდება მაგრამ მე რომ ხედავ რატომ არიან ხელისუფლებაში ზოგჯერ აი რატომ უპირისპირდებიან ევროპულ და ამერიკულ განწყობებს რატომ უპირისპირდებიან ხომ და ნახვა ეს ანალიზი ხომ და გააკეთო რატომ უპირისპირდებიან იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს რომ იყოს ბრძოლა საქართველოსთვის მე მაშინ უნდა დამარწმუნო ამაში რომ თქვათ ამერიკის ასე კრიტიკა, ევროპის ასე კრიტიკა ეს ბრძოლაა რომ ირანთან ასეთი ხელშეკრულება, ესე იგი აბუ-დაბისთან ასეთი ხელშეკრულება, რუსეთთან პრაქტიკულად ფეხფეშ გაგება, ჩინეთში ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერა მე ხო უნდა დავწმუნდე იმაში რომ მე არ მჯერა უკვე როცა ხელშეკრულებას ასეც აწერ ესე იგი ჩინეთთან ასეთ ხელშეკრულებას აწერ ხელს და მე ევროპას ლანძღვა მე არ მჯერა უკვე შენი მაგრამ აქ ლაპარაკი არის მარტივ რამეზე რომ მოსახლეობაში ეს ორი პროპაგანდა ჭირდება, ეს ორი გასვლა უნდა და სწორი განმარტება იმას რომ ხალხს გონია რომ ხედავთ რა ძლიერი ხელისუფლება გვყავს ამერიკას უპირისპირდებიან, ევროპას უპირისპირდებიან, რა გიხარიათ ხალხო ნებისმიერ ქვეყანასთან დაპირისპირება ეს არის კატასტროფა შენს მეზობელს არ უნდა დაუპირისპირდე დიდს პატარას რა მნიშვნელობა აქვს დიპლომატია არის თანამშრომლობა ჯერ რა ხო და ჯერ ერთი და მეორე მე ხალხს რო ვეუბნები მე უკვე იწყება ფიქრი იმაზე მე ვეუბნები რომ ხალხო ჩვენ ისინი გვეკამათებიან იმაზე რაზე შევთანხმდით იმაზე რატო ამბობთ უარს
რომ ჩვენ ხო შევთანხმდით, თქვენ ხო გამომიგზავნეთ სამტომად ღარიბაშვილის ხელმოწერა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მივიღოთ ეს კანონები, მივიღოთ. ეხლა უცბად რატო შეცვალა ეს? იმიტომ შეიცვალა ჩემის აზრით, რომ ბევრ სხვა რამესთან ერთად ევროპა ვერ გაგამდიდრებს, რომ ლაპარაკობენ ჩვენ ასე. გამდიდრებას იწვევს შენი შრომა. მაგრამ ეს არ აწყობს ძალიან ბევრ ვინმეს, რომ ასეთი შრომა შედგეს, ამის თავი არ აქვს ორგანიზაციის, მაგრამ ამაზე არ არის კიდე საუბარი. რეალურად დააკვირდით, თუ ევროპისკენ წახვალ კორუფციის ეს დონე არ შეიძლება. ნეპოტიზმის ეს დონე არ შეიძლება. თუ ევროპისკენ წახვალ ამ პროდუქციის ხარისხით, რომელიც იყიდება ჩვენთან, ამას ვინ გაპატიებს? ესე იგი გამორიცხულია ხო ყველაფერი ესენი. ვინ გაპატიებს იმას, როგორც იქცევიან ჩვენი ხელმძღვანელები? ანუ პრაქტიკულად წესდება ისეთი შეზღუდვები ევროკავშირისგან სვლისკენ, რომ ამ ხელისუფლებას ეზღუდება ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ვერ გაძლებს კორუფციის გარეშე, ვერ ძლebda სააკაშვილის ხელისუფლება კორუფციის გარეშე, ვერ განძლო ხელისუფლების კორუფციის გარეშე. შევრნაც ხელისუფლებამ ვერ გაძლო სააკაშვილის ხელისუფლება, ვერ გაძლებს კორუფციას აშენელი. რა თქმა კორუფცია უკვე პარლამენტი. პარტია რო იმას ჩასვა, იმაში სიაში ჩასვა მილიონებს და მერე იტყვი იმას, ახლა ზოგიერთ თქვენ აქებთ ამ პარტიებს, მაგრამ მაგალითად ციცილი და ხომეროს ხარხარი რომ იტყვიან, ის მემართება რომ ჩასვა იმას, რომ სიაში შეიყვან კაცს რომელიც არის მილიონერი, შენ არ შედიხარ პარტია პარლამენტში, მაგრამ ამბობ მე ხელი როგორ შეუშალო, მან ფული დახარჯა რომ ამიტომ მილიონერი გადაეხადაო. ასეთია პარტიები საქართველოში. რეალურად ამას რო კადრულობ შენ და ამ ასეთ რამეს რო აკეთებ არა, ანუ დღეს ახლა ბიძინევანიშვილს ყველაზე მეტად ებზვის ის პოლიტიკოსი, რომელმაც თქვა, რომ მე თუ პრეზიდენტი გავხდები, ბიძინევანიშვილი პრემიერ-მინისტრი იქნებაო. შეკაი ადამიანო, ბიძინევანიშვილი არ შეცვლილა კაცო. რაღა, ანუ პრაქტიკულად ეს მიდგომები არის ანტიქართული, რომელიც დღეს ყალიბდება ჩვენთან. აი მე დავაკვირდი ერთ რამეს, აი რომ ვარ ახლა ხალხში გასული და რომ ველაპარაკები ახლა და ხალხთან ვსაუბრობ, აი 2-3 დღეა გასული ვარ დასავლეთში და შემცვალა ძალიან ბევრ რამეში ხალხთან საუბარმა. შემცვალა. და აი გეუბნებით აი ეგერ ახლა დღე ვარ პარკში და ვუყურებ 25-30 პატარა პარკს ადრე ალბათ ძველ პერიოდში ამას 1-2 დამისწრებულებოდა მომვლელი 25 კაცი საათნახევარი უყურე ხელი არ გამძრევი არავის ზოგი ტელეფონითა ზოგი ის არის ზოგი ეს არის დავალაპარაკი ამხსნა უთხარი რა არის და ესე იგი აი რომ ღარიბაშვილმა რომ გამოაცხადა რომ დავასაქმეთ 200,000 კაციო სასაფლაოებზე დაასაქმეს ამ დასუფთავების იმაში და ასე ეს ხალხი კიდე უფრო გააზარმაცეს არა და ამ ხალხს უხედავ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მაგრამ ხელისუფლებას თავი არა აქვს რომ ესენი კვალიფიციური და მაღალი ხალხო მე ამ დღეებში დავდებ და მინდა თქვენ ნახოთ მასკის საუბარი არის რა ტექნოლოგიებია უკვე მოქმედებაში რომ შექმნეს უკვე სისტემა რომ ამ დედამიწის ალტერნატივა საცხოვრებლად იქმნება და უკვე გაკეთებული ეს ყველაფერი გაკეთდა უკვე გზები და მანქანები სადაც არ არის საჭირო მძღოლი ესე იგი 80% უკვე საწარმოებია სადაც მუშა აღარ არის საჭირო ბევრი ისეთი რამე შეიქმნა მე რომ მოვისმინე ეს მიუხედავად ვიცოდი მე უბრალოდ ვიფიქრე რომ აი ხელისუფლება რომელიც ჩვენ გვყავდა გვყავს და თუ ასე გაგზელდა გვეყოლება ასეთივე ჩვენ ჭაობში ვართ ისინი არიან სხვა სამყაროში მეცხრე ზეცაზე ჩვენ ვარ ჭაობში რეალურად აქ ესე იგი საქართველოს არის ესე იგი ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა მე სხვანაირად საქართველოს ვერ წარმომიდგენია რატომ იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი მიწა წყალი ხაერი სითბო ბუნებრივი რესურსები ჩვენი გამოცდილება ტრადიციები ყველაფერი მეფეები ყავდა მეცნიერებაზე ორიენტირებული ხო რომელ ეპოქაში ეს ყველაფერი არის ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოს მომავალი არის ინოვაციური ტექნოლოგიებში სამყარო გავარდა წინ კოსმოსური სიჩქარით ამ კუთხით და საქართველოში კავის ხანაში ვართ რეალურად დღეს რაც ხდება როგორც არის გიდათ მაგალითი გითხრათ აი შევედი ადგილებში შევდივარ აი ბევრ ადგილზე ვთქვათ იმაში აშენებული არის სასწაული რამეები აშენებული ბათუმში ხო ხალხი გეუბნება ამდენი რამე აშენდა მე კიდევ უარესად ცხოვრობ მაგრამ მე კიდე რო შედიხარ შიგნით
აი ეუბნები ეს საიდან არის გეკითხები იმას დაგებული საიდანაც რაც არის თურქეთთან შემოტანილი რაც არის გაკრული თურქეთთანაა შემოტანილი სველწერტილში ყველაფერი თურქეთთანაა შემოტანილი საჭმელი რასაც აჭმევენ 80% ბათუმი შეიქმნა თურქეთის გაძლიერებისთვის ყველაფერი რაც მზადდება საჭმელი სასმელი ყველაფერი მოდის იქედან იმის თავი რომ არ გაქვს რომ შენ რეალურად საქართველოში ამ უნიკალური ქვების ქვეყანაში ამ უნიკალური ზურმუხტით ვარ ცავსე ირგვლივ ხომ ამ ქვეყანაში ვერ გაგიკეთებია ხელსახოც ვერ აკეთებ პირსახოც ვერ აკეთებ ესე იგი ვერ ქმნი ესე იგი ტუალეტის ქახალს ვერ ქმნი შაქარს და მარილს ვერ ქმნი ყველაფერი შემოგაქვს გარედან ნუ ესე იგი აიგერ შეხვალ იმაში ინტერნეტში მე ვამბობ იმას რომ მე ძალიან ბევრი რამ ქუთაისში შეგერილი მეცვა და მაცვია დღესაც და ეუბნები იმას რომ გააკეთეთ რა აგერ არის საშუალებები გუშინ იყო თუ გუშინ წინ მარიონოლას წარმომადგენლს ვეუბნებოდი რაღაც კეთება საერთაშორისო ასპარეზზე პიროვნება უნდა გავიდეს და აგერ გაქვს აბსოლუტურად უყურადღებოდ ყველაფერი არავითარი ჩვენ მოგვაქვს 7 და 8 მილიარდი უნდა ავაშენოთ საცხოვრებელი სახლები ვიყიდულობს ამას ყიდულობს ირანელი ყიდულობს თურქი ყიდულობს სხვა მე არ ვიცი თქვენ ხართ თუ არა კურში რომ 100,000 ლარის იმას თუ ჩადებ აქ საქართველოში თუ შეიძლება ქონებას უკვე პრაქტიკულად მოქალაქე ხდები ანუ მოძრაობ ესე იგი ჩვენ ხო მე ნუ ყველაფერი მაგრამ მოძრაობ იმაში რა მიდიხარ გარეთ მე არ ვიცი იცოდით თუ არა თქვენ რომ ინდოელები რომლებსაც ევროპაში ბევრგან შესხუთული აქვს და ვერ მიდიან და არა მარტო ინდოელები 40-მდე სახელმწიფოს აქვს ასეთი რამ თუ საქართველოში შემოხვალ და არ დაარღვევ იმას აი ჩვენ საუბრობთ ამას და არ დაარღვევ ესე იგი კანონს საიმიგრაციო კანონს საქართველოსთან დაკავშირებით უკვე შეგიძლიათ წახვიდე ინდოელი ევროპაში ანუ ჩვენ ვიყავით ამის აბაზისო ეს მოხდა ევროპა მოგცა ეს ყველაფერი იმ ხელშეკრულებებით ეხლა შენ ეუბნები ევროპას არა მე კორუფციას ვერ მოვსპობ ნეპოტიზმს ვერ მოვსპობ მაგრამ მე განათლების სისტემას ვერ გავაკეთებ თქვენაერს ვერ გავაკეთებ თქვენაერის სტანდარტებს ამიტომ თქვენ სტანდარტებზე მე რომ შემოვიდე თქვენთან დამეხურება ყველაფერი თავი არა გაქვს ეს შეცვალო შენი შვილი მიყავს ევროპაში შენი ისინი ექიმობა უნდა მიყავს ევროპაში ჩვენ ჩაგვაგდე ამ ჯურღმულებში რა არის ახლა ეს რა ეგრე შეიძლება ეგეთი რამე რომ ხდებოდეს ამის იმაზე არ ვიცი ბესიკ ბატონო მე ხმამაღლა ვამბობ ერთ რამეს რომ ჩემთვის მე ვეუბნები ყველას გამოიტანეთ ხელისუფლება რა თანხმობა მიეცით თქვენ ევროკავშირში რომ შემოვიდოდით ყველაფერზე დაეთანხმეთ რომ ეკლესიას მოусპობთ ტრადიციებს მოусპობთ ერთსქესიანთა ქორწინებას დაუშვებთ ყველაფერზე ხელი მოუწერეთ ყველაფერზე დღეს გამოდიხარ და მელაპარაკები საწინააღმდეგოს იმიტომ რომ ევროპა გეუბნება და ამას ქართული ხალხი ევროპა რაზეც შევთანხმდით იმის შესრულებას გთხოვ მე ხო ახალს არაფერს არ გიტყვი რაზეც მოგეცი ფული მოგეხმარე გითხარი იმის შესრულებას გთხოვ მე ასეთი უცხვილპირო ხელისუფლება უცხვილპირო შუბსკელი ნერვი რო არ აქვს და აი ასე რო ატყუილებს ხალხს და გადაცემაში აი ზეგან იყო იმ ნაწილში ვთქვი და აქაც გავიმეორებ რა საქართველოში მოხდება ისეთი პოლარიზაცია ძალიან კარგად თქვა ბატონმა საშა რუსეცკიმ რომ ეს პოლარიზაცია მიგვიყვანს პოლარიზაციასთან და ეხლა პარალელში მოხდება ქვეყანაში ანუ სამოქალაქო ომზე უარესი იქნება ეგ იმიტომ რომ ვინც უყურებს იმედს და სახელმწიფო ტელევიზიებს იმას ვერ გააგონებ ოპოზიციის კარგს და ვინც უყურებს ოპოზიციურ არხებს თავს და იმას ვერ გააგონებ ესე იგი ხელისუფლების კარგს ვერ გააგონებ ხელისუფლებას ნუ ერთ ოპოზიციის მეორეს ხელისუფლების კრიტიკას ვერ გააგონებ და უკვე დავპირისპირდით ოჯახებში გარეთ ყველგან აუდიტორიებში სამასწავლებლოში საპროფესოროში ყველგან უკვე პურის ჭამა რომ იწყება ხუთი კაცი რომ დაჯდება თამადა რომ დაინიშნება იწყებს ხალხი აქ პოლიტიკაზე არ იყოს ლაპარაკი და მეორე წუთში პოლიტიკაზე გადადიან მაგრამ იწყება ომი და მე მგონი რომ საჭმლის ჭამას ვერ ახერხებენ ისე იშლებიან უკვე ეს მდგომარეობა ქვეყანაში ანუ ტრადიციებს ჩვენ თვითონ არავითარ რა ქეიფსია ლაპარაკი იშლება ყველაფერი ხალხო რომ ის ორგანული თემებია აი ეს არის ჩვენი ისეთი რამ და ეხლა აი მე მიხარია რომ ესეთი პიროვნება და ძალიან ბევრი დღეს ტელევიზია საქართველოს თუ გინდა შენ სოციოლოგები ფსიქოლოგები დღეს 20-30% უნდა და იურისტები უნდა იურიდიულ რამეს ასწავლდნენ წადით ბათუმში ნახეთ რა ფასები აქვს ვინ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში
ვინც ბათუმში ცხოვრობს მეწოდება რო შეხვალ იმაში სადმე რო შეხვიდე ვეკითხები იმას რომ აი ყველაზე იაფი რა არის წავედით რომ ყველაზე იაფიო სადღაც გითხეს რომ გურმანია აქეთ აი იმის რომ წინ ადგილში რო შედიხარ აი პატარა რამე 70-80 ლარი ჩათვალე რომ ასეთი 5-6 რო ჭამო ვერ დანაყდები და ერთი ღირ 70 ლარი ხაჭაპური ღირს 30-40 ლარი ისაც 5 ლარი ღირდა ადრე ანუ რა გამოვიდა ჩვენთან ელემენტარული სწავლება არ არის იმისა იურიდიული განათლება არ არის იმისა როგორ დაიცვას მოქალაქემ თავი როგორ დაიცვას მეწარმემ თავი სეზონური არ არის გათუმში შეიძლება დღეს 3-ჯერ 4-ჯერ მეტი ადამიანი იყოს იმიტომ რომ ვინც ჩამოვა ერთხელ მეორედ აქ აღარ ჩამოვა მე აღარ წავალ ბათუმში უკვე თუ წავალ 1 საათით რომ არ ვისადილო იქ თორე იქ წარმოუდგენელი ეგ როგორ უნდა შეხვიდე სადმე რა უნდა გააკეთო ანუ კარგავენ ასე ამას და ხელისუფლება რისთვის არსებობს რისთვის კონკურენტულ გარემოს არ ქმნი ადამიანს ვერ იცავს სოციალურად ხელისუფლებას ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ორი ფუნქცია შექმნას კონკურენტული გარემო რომ ნიჭის ის იყოს რა ქვია ჭიდილი იყოს ნიჭის და ამას ქვია ნიჭის ძალაუფლება და მეორე დაიცვას ადამიანი დაცული არ არის და აგერ სკვერში გაუშვეს 25 კაცი უთხრეს თქვენ ხართ აქ არაფერს არ აკეთებს არავინ ხელი არ გაუძრევია აძლევენ ამ ადამიანებს 300 ლარს 400 ლარს 500 ლარს და ესაა საქმე მე ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და უთხარით იმას და ამით ვამთავრებ ვეუბნებოდით რომ ფასების ზრდა მოხდება ისეთი ხელფასების დასმოყრება ფასების ისეთი ზრდა შეგზიზღდება ყველაფერი თქო და გამოვიდა 560 ლარით რასაც ყიდულობდი მე სადეპუტატოს რომ ვიღებდი 4 წლის წინ დღეს ვერ ვიყიდი 1450 ლარად 3-4 წლის წინ ვყიდულობდი და ბათუმში თუ იცხოვრებ 560 ლარით რასაც ყიდულობდი 5 წლის წინ დღეს ის ესე იგი პრაქტიკულად ამას ვერ შეძლებ 3000 ლარით ალბათ ნუ ეს რა არის ხე ამას ვეძახით ჩვენ ეკონომიკურ წინსვლას და ნახეთ რომ ლაპარაკობთ გამოდიან ყველგან აქვთ ესეთი რამ რომ ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით ხაჭაპური ღირდა 5 ლარი რომ ღირდა ის ღირს 30 ლარით ანუ ესე იგი 26-ჯერ გაზრდილა ხაჭაპური და შემოსული ვთქვათ საერთო ეროვნულ პროდუქტში 6-ჯერ შემოვიდა ერთი ხაჭაპური იყო ღირდა 5 ლარი ღირს 30 ლარი არაფერი არ შეცვლილა აი ელემენტარულად ამის განმარტებები ვინ უნდა გააკეთოს იურისტმა ფსიქოლოგმა ეკონომისტმა ვიზის ტელევიზიაში პოლიტიკოსები ლანძღვა გინება და ყველაფერი ადამიანი გამოდის და პირდაპირ იყურება და მოიგონეს კიდეს დედა რაღაც აფეთქებული და რაღაც მიაყოლებენ სინამდვილეში დედას იგინებიან და ქალები გაწოდო გაგვიჟდი პირდაპირ ეგეთი რამე რა ხდება რა საოცარ ჩახვალ ბათუმში და შეხედავ იმას რომ ადგილობრივი ვინ არის ჩაცმულები და ვინ არის ჩამოსული ნუ ხო არის ტრაგედია რა ნებისმიერ ქვეყანაში რო ჩახვალ ვერ გაარჩევ იქ ვინ არის ადგილობრივი და ვინ არის ჩამოსული ჩვენთან უკვე აშკარად ხედავ ვინ არის ის და ვინ არის ეს რატომ იმიტომ რომ სადა დედამიწა ისია სხვაობა ყველა საქართველოში ასე იქნება მომავალში აი ჩვენ ჭირდება ძალიან ბევრ ამას დაფიქრება და მიხარია რომ ასეთ შემადგენლობა მიხარია რომ არსებობენ მეცნიერები მიხარია რომ არსებობს ხალხი რომლებიც ამბობენ რომ შიშველ ხელებიანთა მოძრაობა ვერავით არის ფულიანი და ვერავით არის ბელადები ვერ გადაარჩენს ამ ქვეყანას შიშველ ხელებიანთა მოაზროვნე ადამიანთა მოძრაობა გადაარჩენს ამას ყველაფერს და ტრაგედია იმაშია კიდე რომ ყველას ვისაც უნდა ბელადობა იწყებს ყველა ქმნიან და ქმნიან იმას მოძრაობებს და პარტიებს მე ვეუბნები რომ კი ბატონო ყველაფერი ბიჭო მეცნიერთა კონგრესი არ არის არც მოძრაობა არ არის არც პარტია შექმნა აგერ პროგრამები მოდი გავერთიანდეთ ამ პროგრამებში არა მე უნდა შევქმნა მოძრაობა ჩვენ 2 კაცი 4 კაცი 5 კაცი ვიკრიბებით ბიჭო რა უბედურებაა ეგ რა არის იქ იმ 4 კაციდან ერთ-ერთს უნდა ლიდერობა ამ შემადგენლობაში ლიდერი ვერ გახდება ის ამიტომ თავისნაირ ხალხს მოძებნის იმ თავისნაირ ხალხში ბიზინა მოძებნა თავისნაირ ხალხი და არის ლიდერი იქ თორე ამ შემადგენლობაში რო დაიდეს ბიზინა საკამათოდ ლიდერი ვერ გახდება გამოევცა ბიზინას ფული რო არ ექნება ხელს არ ჩამოართმევს არავინ ფული გახდა ამ ქვეყანაში ყველაფერი ფული გაქვს ყველა კარები ღია ფული გაქვს ყველაფერი ყველა კარები დახშულია მე ამ შიშველ ხელებიანთა მოძრაობამ უნდა შეცვალოს ეს და უნდა თქვას ის რომ ფულს მაშინა ბზალა როცა იგი წესიერი კაცის ხელშია ფული საქართველოში არ არის წესიერი ხალხის ხელში დიდი მადლობა კი ბატონო მე მინდა თავისი პოზიცია გაგვიზიაროს ბატონმა ზაზამ ადვოკატმა და მინდათ რომ დაიცვათ ოპოზიცია და პოზიცია იმ პოლიტიკური ასე თქვა ვულგარულობისგან და პოლიტიკური მავნებლობისგან რაც შეეხება მართლ პარტიას თავისი მუნიცოვი და არა
ორატორობით, არაპოლიტიკური ენით, რომელიც საკმაოდ დიდ მავნებლობას აყენებდა სახელმწიფოს და ოპოზიცია, რომელიც ასევე ძალიან მავნებლობას აყენებდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი, როდესაც ართმევენ საქართველოს სიტყვას და შესაბამისად ამიდან შემდგომ ამ სიტყვის დაბრუნება რამდენი თამასის გადახდა და რამდენი წვალება დაგვიჭდება, კაცმა არც, ხო ფაქტიურად სიტყვა შეგვიჩერეს. ანუ ჩაგთვალეს რომ სიტყვას არ გვაძლევენ, ეს ძალიან მავნებლური პოლიტიკაა, რომელიც ისევე მართლობა პარტიამ მიგვიყვანა და აი როგორც ადვოკატი თუ გაქვთ რომ დაიცვათ არ ერთი არ მეორე. საინტერესო კითხვაა და ამ საინტერესო კითხვას მე დავიწყებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორის მუსოლინის განმარტებით კანონთან მიმართებაში. კანონი არ იწერება ჩვენი მომხრეებისთვის, იწერება ხალხისთვის. მუსოლინი ამბობდა. დღეს გავიდა აი ამ გამონათქვამიდან დაახლოებით 87 წელი და ყავს ჩვენ ახალი მუსოლინი, რომელიც იცახის წინ. აი თუ ვინმე ოპოზიცია კანონს დაარღვევს, ციხეში უნდა წავიდეს, თუ ხარება და ძმანი მისნი ადამიანს დააგდებენ. ცემენ სასიკვდილოდ, აწამებენ და აჯილდო. ხო, თუ შეუვარდებიან ეკლესიაში შეუვარდნენ ბავშვებს. თუ გამოეკიდებიან აქციიდან და მეტრო შესასვლელთან ცემენ, ეს ხალხი თურმე ღირსების ორდერით უნდა დააჯილდო. ამით საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდერს დაუკარგა ყველანაირი ფასი, ხო? ანუ საქართველოში მოხდა მუსოლინის იდეების აღზევება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. საქართველოში მოხდა ქვეყნის მურუსიზაცია და ჩინჩალიზაცია. ადრე სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ ყავდა მურუსი და ჩინჩალებს სასამართლოში, ხო? ბიძინა ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, აი გორში მოხდა რა დანაშაული. და გამოვარდა თვალსაჩინებელი და ისეთი რამე ჩემ მართლობით დროს როგორ შეიძლება არ მოხდება. ანუ ადამიანი არის ქრონიკული მატყუარი, ხო? მოვიდა და შექმნა მურუსიძეს და ჩინჩალაძის ხელშეუხებლობის საფუძვლები. საერთოდ ჩინჩალაძე დანიშნულია საპელეთო სასამართლოს თავმჯდომარე, ვადა თავმჯდომარებს არ არსებობს კანონით. თქვენ წარმოგიდგენიათ რები გააკეთა? ლევან მურუსიძეს, რომელსაც ვადა გაუვიდა, ეღალათვე კაცო. პარლამენტს მიერ არჩეულმა სამგენწერმა ხმამიცა ლევან მურუსიძე დარჩენილიყო და რაში ჭირდებოდა ეს ხალხი? საარჩევნო დავების დროს საპელეთო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა არის ბოლო ინსტანცია, აღარ საჩივდება. თავმჯდომარეა ჩინჩალაძე, სამართლი კარი მურუსიძე. ანუ სასწაული რაღაცები შექმნა ამ ადამიანმა და დღეს ეს ორი უბინძურესი დაპირისპირებული ძალა, ხა მერანაირთმა დაუწვა ეგენ. ერთმა შექმნა მურუსიძე ჩინჩალაძის სისტემა და მეორე მურუსიძე ჩინჩალაძის სისტემა უდაობაში თაბერა. დახვეწა და დააძინა. აი ნათქვამია. უდაობაში გადაიყვანა. კი. ესე იგი ფაქტობრივად რო იბადებიან ეხლა ბავშვები, ხო? სალადობის. მურუსიძე ჩინჩალაძის სახელმწიფოში მოუწევთ მათ ახლოს და განათლების მიღება, განვითარება. ტრისას. ახლა დღევანდელი ჩვენ თემასაც რო არ გადაუხვიოთ. აი რატომ არის ევროპა კარგი? პატრიოტებმა თემმა თქვა რომ ჩვენ არ მოგცემენ უფლებასო, ესეთი კანონმდებლობა გქონდესო, ესე იძალადო. მე ვამბობ ასევე რომ ბატონებმა არ მოგცემენ ჩვენ უფლებასო, მურუსიძე ჩინჩალაძის სამართალი იყო. მურუსიძე ჩინჩალაძე რო ყავდეს, ამის უფლებას არ მოგცემენ. რომ საარჩევნო დავების დროს უნდა გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებელ მოსამართლე. ჩვენ ნახეთ ერთ-ერთმა მოსამართლემ ჩაატარა საჯარო სხდომა და პირდაპირ ეთერში აჩვენა რომ საჯაროების პრინციპი დაირღვა, რაც არის კონსტიტუციური ნორმის დარღვევა. მეტი რა გინდა? ადამიანმა ღია პროცესში ჩაატარა, დაუპირისპირდა ივანიშვილის გარემოცვა. ეს ადამიანი ხო თლიანად დგა ფულზე და მისი ძალაუფლება დგა ფულზე. მე მინდა გაგახსენოთ ნათელში იყოს მისი სული, კარგი რეჟისორი იყო გიორგი შენგელაია.
დაუპირისპირდა ივანიშვილს, რომ ჩემს მას 5,000 ლარს უაზრო, მე 3,000 რატომ ადრე? კატასტროფაა რა. ანუ ეს ხო კატასტროფაა, ხო? ანუ ის ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირა იმის გამო, რომ აი ბიძინა არის ფულის გამცემი, ფულის მანქანა და ყველა ადამიანი უკვე ერთმანეთს, ყველა არა, მაგრამ გარკვეული წრეები, რომ აი შენ ამდენს რომ გაძლევ, მეც მომწეს ამდენ. ამაზეა ეს ქვეყანა აგებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. მაკრონმა რა გააკეთა? საერთოდ არავინ არ დავებოდა რომ არჩევნები გააყალბა. იმიტომ რომ სწორი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ როდესაც დაინახა რომ ლეპენმა არჩევნები მოიგო, ევროპარლამენტის არჩევნები, ადგა და ხელახალი არჩევნები დანიშნა. თქვა რომ ეთყობა ხალხის განწყობა შეიცვალა, არავის არ მოუთხოვია არჩევნები. აი რა არის ევროპა? რა არის ევროპული აზროვნება? არავინ უარ უთხრას ივანიშვილს შენ არჩევნები გააყალბე. 200,000 კაცი ქუჩაში რომ გამოვა. შენ დადგე გამოხვიდე და არჩევნები დანიშნო. ეს არის ევროპული აზროვნება, ხო? რასაც ისაკეთებს, ეს არის რუსული აზროვნება. უბრალოდ საქართველოში, აი მე რაც აქციებზე დავდივარ, 80% ახლა მეუბნები ახალგაზრდებს, როგორ მწნობს, მესალმებიან, რაღაცა და მაინტერესებს მათი აზრი. რას ამბობენ იცი? აი 80%. რომელსაც ტელევიზიები, არც ბიძინავიზიები, არც მიშავიზიები არ აჩვენებენ. და მე მინდა ვთქვა, რომ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ხარებას რაზმი და ივანიშვილი კი არ არის და ის რა ქვია, სააკაშვილი. დღეს არის 4 ბინძურეს ტელევიზია, რომელიც ადამიანების ცნობიერებას აყალიბებს, ისე როგორც მათ სურს. ანუ ის ტელევიზიები ემსახურებიან პოლიტიკურ პლატფორმას. TV პირველი ხაზარაძევიზია, ფორმულა არის მიშავიზია, რა ქვია, თავარი ნიკავიზია და ეს ბიძინავიზია, რა ქვია, იმეთი. ანუ ამ ტელევიზიებმა ეს ქვეყანა შეიყვანა რაღაც საშინელებაში და ელემენტარული საკანონმდებლო აქტი არ არსებობს, რომ ეს ტელევიზიები რაღაც კანონის მოთხოვნას დაემორჩილონ, რომ მოხსოვს BBC. აი მე BBC-ს უყურებ. ხალხო გინახავთ BBC-ს ესეთი რამე გაიკეთებინა? რატომ არ შეიძლება სავდალდები BBC-ს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ერევანში მაგას გეუბნები. კომპანიას, რომელსაც სახელმწიფო ფინანსებია, ისეთი ეთიკის სტანდარტები, მიდი აბა და დაარღვიე. BBC-ში ისეთ ადამიანს, პატივცემულო თემო, არ მოიწევენ, რომელიც ამბობს ერთ-ერთ ყველა ცნობილი პოლიტიკოსია კუბა საგიდიძე, ხო? დღეს საქართველოში. ჩართავ ინგა გრიგოლიას და კუბა საგიდიძე კი კარი. მე ამ ადამიანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ მე რა უნდა ვთქვა, იცი, ადამიანი ამბობდა ბიძინასთან რო იყო. მიშა არისო ჯალალედინიო. ეხლა წავიდა მიშასთან, ამბობს ბიძინა არის მუმაყურო. კაცი გამოდის და იძახის რომ მე ჯალალედინს ვემსახურებოდიო და მუმაყუროს ვემსახურებოდიო. და BBC-ში ამ ესეთ ადამიანს ვინმე დასვავს ეთერში? ხო, არავინ არ დასვავს ეთერში. ანუ რომელიმე მთავრობამ BBC სტანდარტი რო დაამკვიდროს ტელევიზიებში, არ აწყობს. ვინ უნდა და ოპოზიციას არ აწყობს. ოპოზიციას არ აწყობს, იმიტომ დღეს ბატონ თემურ შაშიაშვილს მე მინდა უთხრა, უფრო მიუშვებენ იმედზე ბიზნავიზიას. ვიდრე ინგა გრიგოლია დანიდა ძვალი მისნი. მე მახსოვს ინგა გრიგოლია თქვენ. არა, მე მე მახსოვს ინგა გრიგოლია შეიძლება ვწდები წლის რესპონდენტად დაგასახელოთ. ყველას დიდი რესპონდენტია. კი, ყველასო პატიოსანიო. ადამიანია და როგორც თქვა, ეს ტელევიზია გახდა ხაზარაძევიზია. ყოფილ ხარ იქ საერთოდ? არასდროს. გამოიწვია. მე მაგალითად ჩემი ძმა ხარ. ყოველდღე მირეკავდნენ. რა ქვია? როგორც ჩემი აზრი დავაფიქსირებო, ეს არის ხაზარაძევიზია. იქ აღარ შემიშვებენ მე რა თქმა უნდა. ანუ ეს 4 ტელევიზია როგორ უნდა მოვიშოროთ? ჩემი აზრით დღეს საქართველოში არის რამოდენიმე ტელევიზია და მათ შორის ფლაგმანი არის ქართული TV, რომელიც როგორმე ხალხო უნდა გავაძლიეროთ. თუ ადამიანმა დაინახეს, რომ სხვა აზროვნების ტელევიზია, სხვა აზროვნების ხალხია, მე პირდაპირ ეთერში ვთხარი ბატონ ვახში ჟვანიას, ძალიან მიყვარს. უნაჭიერესი ადამიანი. თემურ შაშიაშვილს არჩევნებზე არ დაუშვებენ მეთქი. ბატონო დაზა რატო გწევლიო? მე მეუბნები რომ არ მიუშვებენ არჩევნებზე. რატო? იმიტომ რომ მათ აქვს ხედვა, რომელიც არავის და აქვს ხედვა, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
ეს ბიძინა ივანიშვილისაგან არის უკვე ისეთი მტრობა და ისეთი დაპირისპირება ამ რეჟიმთან მიმართებაში, რომ გამოდიან და ლანძღავენ. ეს უფრო დიდი მტრობა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აზროვნებს საქართველოში, ის არის ხელისუფლების მტერი. ადამიანი, რომელსაც აქვს ქართული მართლმადიდებელი სამართლიანი აზროვნება, რომელიც ქვეყანას კრიზისთან გამოიყვან, ეს არის როგორც ხელისუფლების მტერი, სამწუხაროდ ოპოზიციის მტერიც არის ბატონო. ამიტომ დღეს ახლა მე თბილისის მერობის კანდიდატი რო ვიყავ, 150,000 ლარს მიიწავდა ჩემ მეგობარი. და მინდოდა რაღაც ჯგუფი შემექმნა, ყველი თავი არჩევნებს. ეს ადამიანი დაიბარის პროკურატურაში, უთხრეს რომ მაგას ფული არ მიცეო, თორ დაგიჭერე. დაუხადაბეს ეს ფული და ჩემი პლაკატები ჩამოახსნევინეს თავისი მიდან, რა ქვია, ოფისიდან. როდესაც ხალხო მელია, ხოშტარია, იყრიდა კედ, არავინ არ მიკარებია მას, რომ მე სხვა აზროვნება მქონდა. ამიტომ დღეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქართული აზროვნება, რომელსაც აქვს სამართლიანი აზროვნება, რომ შეიქმნას სამართლებრივი სახელმწიფო, შეიქმნას სამართლებრივად მოაზროვნე საზოგადოება და ტელევიზია, ხალხო როგორ შეიძლება იყოს პროდასავლური ან პროქართული ან ტელევიზია უნდა იყოს თავისუფალი, უნდა ჰქონდეს სტანდარტი, უნდა ჰქონდეს ეთიკის კოდექსი. არავის არ აწყობს ეს საქართველოში და ამიტომ არის დაინტერესებული ისა დაპირისპირებული მხარეები და სანამ ჩვენ, აი მე მაგალითად ყველაზე დიდ გამარჯვებას ჩავთვლი იმას, რომ ეს ქართული ტევე პატივცემულებო უყურონ ხალხმა. აი ეს იქნება. როდესაც პარასკევს მე უნდა ყოფილიყავი აქ პირდაპირ ეთერში ყოფილი იუსტიციის მინისტრთან ერთად კებულარიასთან. ეს მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი უზენაეს სასამართლო თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი ძალიან მაგარი. დედი გამოხტო ივანიშვილის რეჟიმმა. აი ეს ორი კაცი მახსოვს. ანუ ეხლა პარასკევს, ამიტომ როდესაც სახელმწიფო ებრძვის სიმართლეს, პროგრესს ებრძვის, როგორ შეიძლება რომ იმ ადამიანმა სადმე გაიმარჯვოს. მე ძალიან შორსა ვარ იმ ადრისაგან, რომ ივანიშვილის რეჟიმი დიდხანს გაძლებს. ივანიშვილის რეჟიმი არის ლპობის პროცესში, უბრალოდ ლპობის პროცესია სამწუხაროდ ოპოზიცია. აი გარი საქართველოს უბედურება. იმან მოასწრდა. აი მაგალითად ვინმე ნორმალურ ადამიანზე რო შევთანხმდეთ ჩვენ და დავაყენოთ. აი გუშინ თქვი მე ის რა ქვია, აი პირობითად თქვა პატაბურჭულაძე. ან ანალოგიური პიროვნება, მithumet რომ პატაბურჭულაძე რაციონალიც უჭერს ხავს, ხო? რო გამოვიდა პოლიტიკაში, რაც მე გამიკეთა ივანიშვილმა, იგივე გაუკეთა. იგივე გაუკეთა თემურშაშიაძეს, ხო? არ დაარეგისტრირა. ჩვენ უნდა ვნახოთ ხალხო, რომელი პოლიტიკური ძალები 10 მილიონებს იღებენ და მათ არ ეხებიან, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესზე გამოდიან 10 ლარი როგა, ის 10 ლარი ვინ მოგცა, შეიძლება დაიჭიროს. თუ შეთანხმდება ოპოზიცია ერთ კანდიდატზე, წესიერ კანდიდატზე, თბილისში წააგებს არჩევნებს, ჩამოშლილია, ხო? აღარ ის ხარება მიუვა, აღარ მიუვა ივანიშვილს, ხო? ამიტომ დღეს ეხლა ეს ხალხი უნდა დაწყნარდეს, უნდა მოძებნონ, რა ქვია, ისეთი ლიდერი, რომელიც არჩევნებს თბილისში მოიგებს და მე თვითონ ივანიშვილს ვინიშნავს არჩევნებს, რომ მიხვდება, რომ მისი დრო დამთავრდა. დიდი მადლობა, ანუ ფაქტიურად ვერ დაიცავით. ერთით ვერ მოუძებნეთ. მე მინდა გადავიდე ბატონ. როგორც მუსოლინის დაცვა არ შეიძლება და ჰიტლერის დაცვა არ შეიძლება, ისე მე მგონი საათარი და ივანიშვილის დაცვა არ შეიძლება. ბატონ პაატასთან ეკოლოგი. დღევანდელი პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც დამთავრდა ერთი ლიბერალური, რადიკალური ფუკოიამას გეოპოლიტიკას ეძახია, როდესაც ფუკოიამა ეძახდა, რომ სხვათა შორის ეს იყო დემოკრატების გეოპოლიტიკური ხაზი, რომ უნდა გაენადგურებინათ ეროვნული რელიგიები და პიროვნების თავისუფლება და ბიზნესი ესეთი თემები ყოფილიყო და მეორე ჩვენ ვხედავთ, რომ არ გაამართნა, იმიტომ რომ უკვე აგერ ფაქტიურად გავიდნენ ეროვნული ამერიკული ვალუტიდან ბევრი რუსეთმა განაცხადა გასვლიდან და ჩამოფშხნის დაიწყეს დემოკრატების შემოსვლა, ფაქტიურად ეს იყო ახალი გეოპოლიტიკური მიმართულება პანტექტონის, რომელიც დიდი ხნის 90-იან წლებში არსებობდა ეს თეორია, რომ გრენლანდია, კანადა უნდა გაერთიანდეს, უნდა ჩამოყალიბდეს დანია, ინგლისი, ეს
ქვეყნები და აქეთ ევრაზია უნდა მიუგდო რა ფაქტობრივად რასაც აგდებენ მიუგდეს ახლა უკრაინასა და ამის პრობლემები ომი და თვითონ აძლიერებენ ამ შემთხვევაში და თან ეუნება ყველა ქვეყანას თუ თქვენ გაძლიერდეთ ახლა კი ჩვენ რო გავძლიერდეთ როგორ უნდა გავძლიერდეთ ახლა თუ საქართველოს გაძლიერდება ამ ისინი ეროვნებას თუ აძლიერებენ ჩვენ თუ იგივე ფაშისტურის დაიწყება ხო აი თქვენ როგორ უყურებთ როგორც ეკოლოგი საით მიდის ჩვენ იმიტომ რომ ამერიკა თავის თავს უშვების რა მოდი ეს თქვათ მიხედავს ევროპაც მიხედავს რუსებიც მიხედავს ჩინეთს ხო აქვს ირან აი ჩვენ საით წავიდეთ იმიტომ ორი დიდი გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ გაჭედი ვერც ერთ ხარეზე ვეღარ გადა აი ესე ვდგევართ და ამ დროს საშინელება მიდის ეს ბავშვები გვექცევა საშინელი დემოგრაფია აი როგორ უყურებთ და რა შეიძლება მოუძებნოთ გამოსავალი საერთოდ ყველა ერს აქვს თავისი ფუნქცია ხო ადამიანსაც პროფესიასაც იმის მიხედვით ირჩევს და საქმიანობს და ჩვენი ერის ფუნქცია ყოველთვის იყო თუ შევადარებთ ახლა სხვა ერებთან მიმართებაში რაღაც გრადაციას თუ მოახდეთ დავინახავთ რომ ჩვენს ერს აქვს უდიდესი პოტენციალი ინტელექტუალური კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებით ჩვენი ხალხური სიმღერის ფასი მსოფლიო კულტურაში არ არსებობს სტრავინსკი ამბობდა ცნობილი კომპოზიტორი ყველაზე ძალიან ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორი ჩემი ყველა დიდი მუსიკალური შთაბეჭდილება არისო ქართული ხალხური სიმღერები ევროპაში ხალხური სიმღერების 97 ანსამბლია რაც მე ვიცი და ქართულად მღერია ერთი დამისახელებ თუ ოდესმე ვინმეს ჩვენ ყველა ქართულ სიმღერას რუსულად თარგმნით ქართულ ოპერებსაც რუსულად თარგმნით რომ იმათთვის უნდა მოგვესმენიან და ასე შემდეგ ხო ხო და ეხლა რასაკვირველია მატერიალურ სამყაროში აბსოლუტური სტერილიზაციაც არ არსებობს და აბსოლუტური სიკეთე არ არსებობს ყველა პოპულაცია ყველა ერი ყველა ქვეყანა თავისი სიძლიერისთვის თავისი გაზრდიერებისთვის და ზრუნვისთვის მომავალთაობაზე წეღარ უავრიშნე იბრძვის ხო ამიტომ ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენი ინტერესები უნდა გამომდინარეოს ჩვენი პოტენციალიდან რა შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ რა შევთავაზოთ სამყაროს ხო ილია რო გეუბნება რომ ომი იყოს დროსო ხმალი იყო ხმალი ვიცოდითო თოფი იყო თოფი ვიცოდითო ეხლა სხვა დროაო ცოდნა ხერხის დროაო და ცოდნა ხერს შრომა გარძოსო ჩვენი არ დავახვედრეთო მოსეულიო თან გაგვიტანსო და ესე გვემართება ხო კიდით რესურსებს საქართველოში ხო არც ერთი მძლავრი ენერგო რესურსების წარმოებელი გენერატორი რაც არის გენერაცია ჩვენი არ არის აი რა არის ჩვენი ნედლეული ჩვენი არ არის ესე იგი ნედლეული ისეთ ფასად ყიდი და ასე კორუფციაა ბატონმა თემურის მობრძანა ეს ყველაფერი ეხლა მაგალითად აგიჭერენ რო გააკეთო ხო ეხლა როცა 2004 წელს როცა მიშა მოვიდა ხელისუფლებაში მაგათ მოინდომეს ქართული მიწების პრივატიზაცია 660,000 ჰექტარი მიწა დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ჯერ ხო დაურიგეს ვითომ ბილეთებს ჰექტარი ლარა დაურიგეს თავისი და მე ამის წინააღმდეგ ბატონი ლევან ფროიძე იყო ცნობილი მეცნიერი ეთნოლოგია იმის ფაქტის მუზეუმი ქალბატონი თინა ანდღულაძე ყოფილი ზვიადის დროს მინისტრი იყო და ჩვენ დავიწყეთ შევისწავლეთ ეს საკითხები და მისად მივწერე მისას წერილი რომ რატო ხდება მეთქე ესეთი რაღაცა და მომიდა რომ მთავრობის ინიციატივაო მე იყო განხილვა ხევიაშვილი იყო მაშინ სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე ეს სამშობლოვანი საკითხია მიწის საქმე ქართველებისთვის იმიტომ რომ ჩვენ მამული ქვია ჩვენსაც მამული რაც უფალმა გაწუხა მამამ მოგცაშე და უპატრონე ინაყოფიერი გამრავლდი ამ ქვეყანაზე და საქართველო ქვია საქართველოს იმიტომ რომ ქართველებისთვის დასახლებელი ადგილი სამწის არ იყო მაგას ნიშნავს ხო სამხეცენისაც ხეცები არიან საქართველოს და ქართველებისთვის ადგილია ტერიტორია კაცო შემოღობილი და აქ უნდა განვითარდეს ქართული კაცი აბა გაცილდა საქართველოს საზღვრებს წადი აზერბაიჯანისკენ ეგრევე დამლაშებული ნიადაგები იწყება წადი სასოფლო კლდეები იწყება ქართული კაცის ქმნის იმას სამშობლოდ ქვეყნად და იქ ქართული კულტურა ქართული ფესი უნდა ხარობდეს სხვა შემთხვევაში ხო საქართველოს აღარ ქვია რა თქმა უნდა ხო და აი ამ განხილვის დროს ხო მოვიდა იქიდან კუბლაშვილის წერილი იყო პრეზიდენტის ინიციატივა არის მთავრობის ინიციატივა არის ესეო და ხევიაშვილის იყო სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ ეს ხალხი მივედით ესე იგი აი ამ კომისიაზე ბატონ ლევან ფროიძე და ახლა ვეკითხები ბენდუხიძეს აი მეთქი მე ვარ ქარონის რაიონის სოფლის აღოლაშიდან და არის ეს მიწები 60 ჰექტარი დარჩა ჰექტარი თავისუფალი ჰექტარი ახლა მე შენ მიგზავნებ თანამანი პირობებით ამ ვიყიდო ეს მიწა და მოქალაქეთა კავშირის აქტივის მინდა ხაჩმანუკიანს
აძლევ უფლებას რომ ეს მიწა იყიდოს 299 ჰექტარი 10 წლის განმავლობაში. სადღაც მეუთხარან სოციალური თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა, ვინ მოგცემ მეთქი ამის უფლება, რომ აღარ გამიგზავნდეს. დღეს ახლა ბენდუკიძის ქალიშვილი ასობით ჰექტარს ფლობს და ყიდის და ვისმე ყიდის ახლა წარმოიდგა. ყიდის როგორ მე? ქუთაისში მიწებს ყიდის, რომელიც ერთ იმათია. ბენდუკიძეს უთხარი შენახარ კვადრატული. ხო, ბატონო, იმას ვეკითხე ბენდუკიძე, შენახარ მეთქი ამის ლობისტი. ბუკერეს უთხარი შენახარ ამისი ეს ლობისტი შენახარ მეთქი, შენ ამ პროექტის ავტორი ხო ბენდუკიძეს ვეკითხები. აი ეს მის ისტორია მოუყევი, რომ ხაჩმანუკიანი ყიდულობს მეთქი და ვინ მოგცემ მეთქი და აი ახლა ვაკეში რო კაცო 4 ოთახიანებინა მისცესო შევარდნაძის პერიოდში ვახსენე მოქალაქეთა კავშირის აქტივისტი ხაჩმანუკიანი ყიდულობს მეთქი ამიწას და იმიტომ მოდი ეს მიწა წავართოთ ტყიბულში ახლა მაგალითად 4 ოთახიანებინა $1000 არაფერს ჯო მე ვთხარი შენ ეკონომიკის მინისტრი ხარ უნდა ვცდილობდი რომ იქაც 200,000 ღირდეს იმ ტყიბულში რომ ხალხი არ გამოიქცეს და თუ ახლა იქ კაცმა თავის ნაშრომი კედლებს ყო დახრავს არა სამუშაო საარსებო საშუალება რა და მორბის და ყიდის კაპიკებში აი ესეთი ამ სახით ქართული მიწა გადავიდა ერთეულების ხელში და მოსახლეობა ხალხი რაც ყველა დიდი სიმდიდრე ქონდა ჩვენი ქართული მიწა უტრიალებენ ახლა ამ მიწას როგორ გაყიდონ გამიგეთ როგორ გაყიდონ უცხოელზე ქართული კაც ამის უფლება საშუალება ხო არა როგორც ვინებს უაშენებენ ახლა ისევას მეუბრუნდი რომელიც წეგან დავიწყემე რომ ახლა ეს აბუდაბუა თუ რაღაც არაბული სამყაროდან შემოსული ეს დიდი ფული. ერთი მახარაჯა, ერთი შეიხი ჩამოვა და იმდენი ფული თელ საქართველოს იყიდის. თუ ამას არ დაუიცოდნა ხერხი და შრომა გააზრდა ის კონსტიტუციურად თუ ის საკანონმდებლო სამართლებრივი ბაზა თუ არ დაახვედრა შენც კი ხო? და ესეთი საკითხები როცა წდება, ხო უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი. იურიდიულად, ეკონომიურად. მე რაღაცას ვყიდი, ხო? ხო არ შეიძლება ახლა ავტომანქანა გავყიდო ერთი პურის ფასად, ხო? ხო არ შეიძლება ესეთი რაღაცა რა. ეს იგი დანარჩენი. იყო ესეთი ამბავი, მე მინდა გავხსენო, სააკაშვილის პერიოდი იყო, მოკლე პერიოდი, როცა წმინდა ნიკოლოზის ტაძრში გაყიდეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და მასთან ერთად გაყიდეს მიმდებარე ბაღი. 300 არაგველების ბაღის მიმდებარე. ესე იგი მოშიაშვილმა ის ტერიტორია იყიდა 7 ლარად და ესა 100 ლარად და გვერდზე ნუგზარ შევარდნაძეს გადაუხადა 492 ლარი. საწავიდა ეს განსხვავება ფული, ხო კორუფციაში წავიდა და 300 არაგველების ძვლები ამოყარეს, ნაგავში გადაყარეს. პირდაპირ აი ნაშტები იყო კედლებში, შურბიტარები, ძვლები, თავის ხალები ერთი კბილი რო არაყო და სანამ მოსახლეობა არ ამოვიღეთ, სანამ იქიდან მამა ბესარიონი არ ჩამოვიდა და ვიბრძოლეთ მე მას საკრებულოში ვიყავ მე ქალაქ საკრებულოში ამ კომისიას იმყავდა ეს საკითხები და ძლივ წავართვით ერთადერთი შემთხვევა იყო. ეხლა რა გარანტია გვაქვს რომ ასეთი კორუფციული გზებით არ იყიდება ჩვენი მიწები. აბა რითქეი ხო. ეხლა როცა შენ სასოფლო სამოჟა რა ქვია გონიოში რო ხლა ამ ხელა ტერიტორია შენ რომ ესე იგი იქ თავიდროზე გაყიდვები უნდა და ჩიტები გადაფრინა ჩიტების მოგზაურობის გზა არის ტრასა არის ის ეხლა ეს ყველაფერი სტატუსებს მოუხსნია და ესე გავიყიდიან ქვეყანას გამიგე და ბათუმის ამბავი რო ახსენა ბატონმა თემურმა ხო ბიჭო დედის ძუძუ უნდა ეკუთვნოდეს შვილს ხო ასე აი როგორ ჩოთაიძახეს რომ ესე იგი კრავი კრავს არ უწოვდესო და შიგან მათსა საბძანისა თხადამგელი ერთად ზოვდესო. როგორ შეიძლება რომ ბათუმში კაცი მშერი იყოს და ვიღაცა გამდიდდეს იმის ხარჯზე რომ იქ უკვე ხაჭაპურს 30 ლარა ყიდიან. ხო ესე იგი ჩვენ რა დღეში აღმოვხდებით ესეთი არაბული ქვეყნები რომ მოდიან როგორ არის დაცული იმათი უფლებები კაცო 15%-ია შეიძლება მოსახლეობა რა იქ არავის უფლება არა აქვს რომ იყიდოთ მესაკუთრე გახდეს მოქალაქე გახდეს და ასე შემდეგ. ჩვენ ხო სულიად დაუცველები ვართ ამ თვალსაზრისით. რამდენი პრობლემაა იცით ამიტომ როგორც იურიდიული სამართლებრივი აი არისტოტელეს კითხეს რომ რა უნდა ქნა რომ თაობა ბედნიერი იყოსო სამართლებრივი ქვეყანაში უნდა გაარჩინო თუ ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა არ ავაშენებ ბატონო თემური და ბატონებო ხო თუ ჩვენ არ გავიაზრეთ რომ მე რაღაც ნაბიჯს გავეს უნდა იყოს საყოველთაო სიკეთე ნებისმიერი ქმედება ნებისმიერი კანონი რომელიც ეხლა კანონები დაახვავეს ხო ეს კანონი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარება და საყოველთაო სიკეთეს არ შეიძლება კანონი შენ მოირგო როგორც სააკაშვილი ირგებდა, ეხლა ესენი ირგებენ კანონებს. ფეოდალი ირგებს ეხლა. ეხლა ჩინჩალიზაციაო და ჩანჩალიზაციასა და ჩინჩალიზაციაში შორის ამხელად ის არის რა, ახლოს არის, ხო ქართული ენა ხო ძალიან წინასწარ მეწყვილურია. და მე თუ ეხლა ასეთი ხალხი კორუფტიული სასამართლო მექნა, იმ ქვეყანას რა პერსპექტივა აქვს მეგობრებო?
იმ ქვეყანაში თუ ახალგაზრდობა ხმას ამოიღებს და ასალ გააპროტესტებს ამას, ნუ თუ ეს გასაგმობია და ნუ თუ იმ ახალგაზრდობას ჩვენი ძველი თაობა გვერდჩენა დაუდგეთ. თან როგორი განათლებული მხარე ადრეც ვთქვი მე, ის მხარე არ არის იქა. იქ არც ოპოზიცია, არც პოზიციაა. 80% არის მაგარი. საოცარი განათლებული ინტელექტუალური როგორი მეტყველება აქვს, როგორი აზროვნება აქვს, რა თემებზე საუბრობენ. როგორ შევტკივათ ქვეყანაზე გულ და იყინება ხალხი, კაცო, გუშინ გავედი ახლა მე და უკავიათ რაღაცა თერმოსებით მოდის ხალხი და 2, 3, 4, 5 საათი კანკალებენ. ზოგი ცემენტი იმასეს მოჯერებს ზის კინეს მოაბეკინეთ კი შულო უთხარი გოგოებს რომ დედები ხარ მომავალი და 5 მილიარდია კაც და როგორ ბინძურად შედის საქართველოს ისტორიაში, ხო? შადიმან ბარაშვალიშვილით შედის საქართველოს ისტორიაში. ნიშამ წამებელი ხო შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორ ადამიანი რომელმაც ახალი ჯიშის ქართველების გამოყვანა უნდა და განადგურა საქართველო რა. რატო შემოძაზე? იმიტომ რომ გამოყვანილები არის. ხელისუფლებაში ხანგრძლივი ყოფნა რყვნის. ხო და გარყონა ესე. ო, თვითონ იყוნება კაცო. ჩვენ ვიცით აი ესეთი ზღაპარი არსებობს რომ ერთ ქალაქს წყარი არ ქონდა და ესე იგი მიდიოდნენ გმირები და მერე ვეღარ ბრუნდებოდნენ იღუპებოდნენ, ხო? მე ერთ-ერთი წაყვა ამ გმირი და თურმე მგმირმა მოკლა ეს რაღაცა დრაკონი თუ რაღაცა ვითომ დრაკონი თვითონ დადგა და თვითონ გადაიქცა თვითონ გადაიქცა კი ბატონო ეს მეთოდოლოგია ეს ყველაფერი სიბზნე ის ოქროს აწმისი რასაც ქვია მართლა და რა ჩვენ ცნობიერებაში და ჩვენ კულტურაში ჩვენ ტრადიციაში ეკოლოგია ვახსენებ ისეთი კანონები ქონდათ სოფლებში ტყე სად უნდა მოგეჭრა სახატო ტყეები იყო სახატო ცხოველები იყო ხელს არ ახლებდნენ კაცო. კანონით რო არ ახლებდნენ. მაგას გემ რა კანონი? ხალხს ქონდა ესეთი ხო და როგორ თქვა ახლა მე არ მინდა სიტყვა გამიგზელდეს იმიტომ რომ ძალიან მრავალი პრობლემებია მეგობრებო. ჩვენ ჭირდება გონიერი მიდგომა. წეღანა აი ალექსანდრე ბძანარო ესე იგი თუნდაც ბძნათ მეტყველებაო თუ როგორც უნივერსიტეტში სიბზნის კათედრა სიბზნის მეტყველების კათედრა იყო ხო. ეს სიბზნე მეგობრებო, გახლავთ ღვთიური სიბზნე, ღვთიური სამართალზე აგებული პრაქტიკული, მეცნიერული მიდგომებზე დაფუძნებული, გამოცდილი ცხოვრებისგან გასატარებელი და ჩვენთან რო გეუბნება, არა ვიქ მცოდნა რას მარგეთ ფილოსოფოსს და ბრძნობისაო, ასეთი მოწყობილი ქვეყანა არის დავით აღმაშენებელის მიერ მოწყობილი და სადაც ახლა აღნიშნავთ იმ დედებული მეფის ესე იგი ეგროვანი ღვთისმადლი იყო. ესე იგი დავით აღმაშენებელმა მაპატიეთ არც კუროპალატის სტატუსზეც უარი თქვა, ყველაფერზე უარი თქვა და დაითქვა მესიის მახვილი. მესიის მახვილი ნიშნავს ეს ცოდნა ჭრის, ცოდნა არის სინათლე. იაკობ გოგებაშვილი რო გეუბნება და საუბრობდი ჩვენ იმის საქმუზეუმოს როგორ მოვეკეცეთ იაკობის საქმუზეუმოს და ამ ცოდნაზე დაფუძნებული მეცნიერებაზე, გამოცდილებაზე დაფუძნებული პოლიტიკა უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ყოველთვის ნებისმიერი კანონი უნდა იყოს სახალხო განხილვის საგანი, რამდენად აწყობს ეს კანონი ქვეყნის განვითარებას, და ჩვენს ეთნოფსიხიკას და აი ამ გეოგრაფიულ ბევრი რამეა, ძალიან სპეციფიურია და მე დავამთავრებ ამით მე ჩავერევი ალბათ კიდე თუ რამე საინტერესო იქნება. ძალიან ბევრი პრობლემაა ბატონებო. არიან, მაგრამ თავარია მიმოქმედოთ ახლა. აი შეიძლება ბათუმში მილიონები შეულებდა და ადგილობრივ დაგლახაკებული ისე დაგემართება თელ საქართველოს. წარმოვიდგინე მე როგორც ახლა ბათუმში ხდება ბათუმელებისთვის არ არის ბათუმი, ისე ქართველებისთვის რომს დავჭერთ აქ. თბილისელების არის. სად არის თბილისელების? ესე მორჩება. სოფლებში და გავიდნენ და იქირავეს. ფერადი ხალხი დაგვიშვა თბილისში. ახლა კიდე ვაცადო თუ შემოვიდა ეს ინვესტიცია რას ნიშნავს მეგობრებო? მყიდველს ყიდვას ნიშნავს ხო? აბა რა სხვა არა, მოვა იყიდის და იმისი იქნება. არა, ინვესტიცია რას ნიშნავს? ერთი ქარხანა აშენეს ხალხო. ნორმალურ ქვეყანაში აბა წავეღო ისეთ რას გეტყვით? 5 წუთი მეძდამით მე დრო. არა, 20 წუთი. არა, 20 არ მინდა. მე ძალიან ბევრი ვილაპო. თქვენ აპატიეთ. თქვენს გული ვტყივა და როგორც ექიმი, მაყურებლებო. მე ჯუმბერ ბოლღაშვილი ვარ, ექიმი ორთოპედ ტრავმატოლოგი. როგორც საკუთარ კისერზე გადატანილი მაქვს, რო იტყვიან ამ აბედითობა ამ ქვეყნის. გინდა ომის სიტუაცია და გინდა მეცნიერიცა ვარ, პრაქტიკოსი ექიმიცა ვარ, სამხედროცა ვარ და გაგრიდან კიდე ბოლოწამებში გამოსული რო იტყვიან, ღმერთის რა ვიცი, ნება იყო ეგ თუ და ბევრი სხვა რამე კიდე, ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მე დაბადებული ვარ კომუნისტების პერიოდში და აღვიზარდე იმ ცნებებზე, სადაც
წესიერ კომუნისტურ პროგრამებში იყო ბევრი რამე ქრისტიანული სამყაროდან აღებული საკითხები, რომელზეც ღმერთმა დაიფაროს. ეხლა მე კომუნისტებს კი არ ვადიდებ, ამით ჩემი იმითი რა ქვია, ბევრი გრეხი იმათაც ჰქონდათ, მაგრამ ამაზე წესიერები რო იყვნენ, თავსავდებ ეხლავე გენაცვალე, რაც ჩვენ 33 წლის განმავლობაში ხელისუფლებები გვყავს, ყველაზე ამაზე ერთად აღებულზე წესიერები იყვნენ, ახალგაზრდებს ვიუბნებით, ჩაიხედეთ, გაეცანით ისტორიას, ნუაყვებით ლანძღვა გინებას და დიდებას ამ სიტუაციის, რომელიც ყაჩაღობა არის, მეტი არაფერი არ არის ყველა სფეროში აბსოლუტურად. თუ არა, არ შეიძლება რომ ღვთისმიერ ქვეყანაში, ღმერთისგან ნაბოძებ ქვეყანაში ამდენი მათხოვარი იყოს, ამდენი მშიერი იყოს და ფულში იხშობოდეს კიდე ეს ქვეყანა კიდე, მაგრამ ფულში იხშობა არა მიმართულებით, არა იმ მისამართით, სადაც ეს უნდა იხარჯებოდეს და როგორც უთაქების კდება ზოგიერთების რო იტყვიან. ეხლა თემატიკა რაც არის, კრიზისი არის უდაოდ, საშინელი კრიზისი. ესეთი ალბათ იყო რაღაც ცალკეულ მომენტებში ქვეყნის, აღარ დავიწყებ ისტორიაში, აღარ გავყვები იქა, როცა ერის გაქრობაზეც იყო ლაპარაკი. დღესაც ჩუმჩუმად არის მაგ თეორიები გენასო, ჩუმჩუმად რა. გეუბნებიან ეს ერთის დასავლეთშიც იგივეს გეუბნებიან და იმაშიც რა ქვია, ჩრდილოეთშიც, კაცო რომ მოხსოვთო, მეც კი არაფერს გეუბნებიან. თუ არა და ხალხო, მე რა ქვია, მომხრე ვარ დასავლეთის ტექნოლოგიების, მაგრამ არა ვარ მომხრე იმ საშინელებების, რომელიც დაგმართეს ჩვენ იმათი ხელითაც რო იცოდეთ. მოვით კიდე ახალგაზრდებს გეუბნებით, თქვენ რა გონიათ, ვისი კარნახით შეიცვალა წყობა საქართველოში? ვისი კარნახით გაიყიდა და ვისი მოთხოვნით გაიყიდა რუსეთზე სულ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი და ფასეული არის. აბა დაპირდით კარგად, მე არ გაგცემთ პასუხს, თქვენ თვითონ გაიცეთ თქვენ თავს რო იტყვიან. მაგრამ მოდით რიტორიკა დღევანდელი რაც არის, ერთი შეხედვით მოგეწოდება, ვა რა კარგია, რა კარგ რამე. სად იყავით ძმაო აქობამდე? ეხლა რო აყაყანდით რაღაცებზე, რაღაცა მოგეწვათ ეთყობა რა, რაღაცაშია საქმე. ეს რაღაცა არის ის, რომ არიცით ვირთხის დღეში ხართ და არიცით საით გაკანდეთ. რატომ? იმიტომ რომ ხალხს მოწყვეტილი ხართ. ეროვნულ ინტერესებს მოწყვეტილი ხართ. სულ ყველა აბსოლუტურად ვინც კი ყოფილა ხელისუფლებაში. და განსაკუთრებულად კიდე აი 30 წელი თუ 25 წელი გამოცდილება გქონდათ რა ქვია იმას ოცნების ხალხს 25 წლის გამოცდილება თქვენ ბევრი დრო გქონდათ და მასალა იმისთვის რომ სწორი მიმართულებები აგեղოთ, მაგრამ არ გაწყობთ თქვენ იმიტომ რომ დაინერგა ის სიტუაცია რომ უნდა ფული იშოვოთ. იშოვეთ კიდეც, მაგრამ ეხლა რა უყოთ იმ ფულს ეგეც არის დუბაიში. დუბაიში თქვენ რამეს გაჩუქებს ის დუბაი თუ რა ქვია აბუ-დაბი 6 მილიარდიო. ვინ რას გაჩუქებს არაბს? ეს თბილისში და ბათუმში რაღაცა დაგჭერთ გასაყიდი, ხო? უნდა მიაყიდოთ ისე. არ არის საკმარისი, აღარ დარჩა საქართველოში. იცით რა? ეგ იქით იყოს სულ ყველაფერი. ეხლა რამდენი გამკაცრებული კანონები გამოდის თანდათან. ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ, ხალხო. არ ვიცი მე როგორ დამთავრდება ეს საკითხი, ძალიან რთულად დამთავრდება, მე მგონია, იმიტომ რომ საღი აზრი მაინც ტრიალებს საქართველოში რო იტყვიან. არის საღი აზრი, როგორც აქ არის სხვა მაგიდებთანაც არის საქართველოში. არა ვარ მარტო ჩვენ თქვა. მაგრამ მე კიდევ მიმართავ ჩვენ წრეში, ამ მეცნიერთა წრეში და იმ ხალხში, რომელიც მოაზროვნებენ მეც ჩემ თავსაც ვთვლი, მაგ ყავს ერთადერთი პოლიტიკოსი. დანარჩენები ჩვენ პრინკნუში რო იტყვიან რა. ბატონი თემურ შაშიაშვილი, მაგისთანა პოლიტიკოსი. მოდით ეხლა განა ვეპერები და განა რაღაცა. პოლიტიკოსია, წმინდა წყლის. გამოცდილება, უამრავი ყველაფერი. თქვენ ბატონო თემურ ვალდებული ხართ, ეს დრო შეუბრა მაღლა აწიოთ ეროვნულობის და თქვენ თვითონ მოუხმოთ, თავი დაიდაბლეთ კიდე ერთხელ არაუშავს და დაუძახეთ იმ ტიპებს, ვინც იძახის, რომ რა ქვია, მე ვარ ლიდერი ამა თუ იმ მიმართულებით, მე ვარ ლიდერი იმ მიმართულებით და შექმნით ერთი რაღაცა ორგანო, რომელიც განიხილავს, მარტო ჩვენ კი არა, განიხილავს აი იმ დოქტრინას ზუსტად
P21 პუნქტს, რომელიც წინვარეს არის ჩამოყალიბებული. განა არ შეიძლება მათში შესწორება, როგორ არ შეიძლება? არის რაბე, იდეების რაობა მთელი საქართველო ამ იდეებში არის. როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ჩვენ ვიცით და ყველა ხედავს, მარტო ოცნება ვერ ხედავს, რომ საზოგადოება დარაზმულია იმისკენ, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება, რომ შეიცვალოს ეს წყობა. ეხლა ვაშინებენ იმით, რომ არიქა ჩვენ თუ არ ვიქნებით ნაცები. ვერაფერი ნაცები ვერ მოვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ნაწილი რა ქვია, მხარდამჭერთა არსებობს. საქართველოში ყოველთვის არის ვიღაცის მხარდამჭერი მოიძებნება, მაგრამ იქაც არიან გონიერი ხალხი, რომლებიც ზოგიერთი იძულებულია რომ მიყვეს ამ ტალღას, ზოგადად სწორ გზას თუ დაანახებ, წამოყვება იმ სწორ გზაზე რო იტყვიათ, მაგრამ არის დაავადებული ხალხიც, პრინციპულად დაავადებული, გენეტიკურად ავადმყოფები არიან, ბევრი და სხვათა შორის სამწუხაროდ იმ დღევანდელი ხელისუფლებაშიც როგორც ჩანს, არიან გენეტიკურად დაავადებული ხალხი იქაც, რომ ვერ ხედავენ იმ პრობლემებს, რომელიც ქუჩაში ტრიალებს. კი, ორგანიზებულად დაიწყო ეს ყველაფერი ნაცები და ყველა ვიცოდით, რომ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო, არჩევნები მაინც იქნებოდა ეს ცვლილებები, მაინც იქნებოდა ეს მიტინგები, მაინც იქნებოდა უარყოფა, ხო? მაგრამ აი იმას რომ დაემატა ეს დანარჩენი და ყველა რო გაერთიან და ბევრი საზოგადოებები ახლა იქ თეატრები, იქ სპორტსმენები, იქ მეცნიერები, იქ ვიღაცები და ჩვენს მათ შორის ვთვლით რომ აღარ შეიძლება მის მოთმენა. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით რომ დემოგრაფიული პრობლემა არ არის, მიწისმფლობელობის პრობლემა არის უფრო სწორედ არის რა ქვია სახელმწიფოებრივი საკუთრების და ავტორიტეტის და იმის და ამის სწავლა განათლების სულ ყველაფრის პრობლემა არის. როგორ ერთადერთი პარლამენტის შიგნით შენობაში როგორ არ არის პრობლემა ვერ გავიგე რა. როცა გამოვლენ ტრიბუნაზე და ყველაფერი კარგად მიდის. 10%-იანი 15%-იანი დაგვა. მაგალითად სწორედ მოიყვანეთ თქვენი ხაჭაპური რა დალოცული 5.25 ეხლა ბოლო მაგით რა როგორ მე ერთ-ერთ ჩემ გამოსვლაში Facebook-ზე ხანდისხა გამოვდივარ და მიმართებ ხელისუფლება გვასწავლეთ როგორ შეგცვალოთ არ შეიძლება მიტინგი არ შეიძლება დაპირისპირება კი მე მოწინააღმდეგება რა ქვია ძალდატანებითი რაღაცა ქმედებების მაგრამ რაღაცა ხომ მაინც დაიჭერეთ თორე მოგიწევთ მაინც მოგივარდება ხალხი ბოლო გენეცელი ესე როგორ იმაშვები. ეხლა გამოუშვათ ყველა, მე წინააღმდეგი ვარ, ყველას გამოშვება როგორ შეიძლება. ისევე როგორც ყველას არ დასჯა წინააღმდეგი ვარ. როგორ მე ცრემლები მომდივა და იმას უყურებდი ძირს დაგდებული ახალგაზრდა ციხლებით რო შედგენ. ეს სადისტები მიშას დროსაც იყვნენ, შევარდაძის დროსაც იყვნენ. ამ იმაში, მაგრამ შენ უნდა მისცე მოკლებას თუ არ მისცე მაგის გაკეთების. აი ამაშია საქმე, გამიგეთ? ამ დროს მე ახლა მაპატიეთ ქალის კი არა ვაფშე ვინმე ციხეზე და ისა როგორ უნდა გაიმეტო მაგრამ ამ პოლიციას უთლაშუნებს სახელში გენაცვალე არ არის ის კაცის მართალი გამოიწვია ალბათ მაგრამ შენ ხომ უნდა რაღაცა შეიკავო თავი გამოიცახარ განათლებული ადამიანი ხო შენ სხვას უნდა აჩვენებდე მაგალითს თავშეკავების დილობის წესის ყველაფრის ნუ არ შეიძლება ესე რომ ისე აუთლაშუნო სახელში მაგრამ აქვე მისცემა მე მახსოვს წინა არჩევნების და წინა მიტინგების უფროსი ვაშაძე ესე რომ უკაკუნებდა თავში იმას პოლიციელს გახსოვთ თქვენ ხო ალბათ კადრები იყო კი თავში ის რა იმისთვის შეიძლებოდა და ამისთვის სილის გაგზავნა შეიძლება აი მოდი ერთიანი სამართალი უნდა იყოს მაშინ ყველა უნდა დაინახოს მაგრამ საქმე ის არის მეგობრებო რომ ეს ხელისუფლება ტყუილზე არის აწყობილი სულ ხო მე პირველი 3 წელიწადი ვიყავი ალალი მხარდამჭერი ამ ხელისუფლების ალალი მაგრამ პირველივე ტყუილების დროს დავფიქრდი შევჩერდი და მე რო გაგზავნა 12 წელიწადი ტყუილები კაც აღარ შემიძლია რომ იტყვი მე უკვე ვეღარა ვარ იმის მხარდამჭერი გენაცვალე და ვარ წინააღმდეგი არჩევნები უნდა იყოს მაგრამ როდის უნდა იყოს ეხლა რა არჩევნები იქნება აი პატარა მოდიფიკაცია იქნება მხოლოდ მაგრამ დანარჩენი სულ ყველაფერი იგივე დარჩა სანამ საკანონმდებლო სიტუაცია არ დარეგულირდება სანამ არ ჩამოყალიბდება ის საკანონმდებლო სიტუაცია რომელიც აწყობს მეცნიერებს ეროვნულ ძალებს ნაცებსაც მათ შორის რომელიც ქუჩაში დგანან იმ ახალგაზრდებსაც რომელიც თქვა
მოდი ისიც ვთქვათ რა, რომ მარტო ახალგაზრდები არ დგანან იქ. იქ ცოტა აბატიოს ცოტა გაფრენილი ხალხიცა დგას იქ, ან ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. პაკაზუხების დგანან ბლომად იქა რო იტყვია და აი მარიაჟობენ რა, პოლიტიკოსობენ იქ რაღაცა, ვითომ რაღაცას აკეთებენ. სინამდვილეში მე ვთვლი, რომ იქ დგომა აძლიერებს იმ ნაციონალური მოძრაობის იმას. კი, აჟიოტაჟ ქნის დამატებით, მაგრამ ვის აძლიერებს შენ იქ დგომით? მოდით რა, გონიერება, შეკეთილდღეობა, სიკეთე თუ გინდათ, მოდით დავიდეთ, რა ქვია იმაში, კიროვის პარკში, ვაკის პარკში, გამოეყავით ის 80% თუ თქვენ ახართ ის, რა ქვია, უპარტიო ესენი ზრუნველები ქვეყანაზე, დავდგეთ იმ ჰაი პარკი გავაკეთოთ, გენაცვლი და იქიდან ვიმოქმედოთ იმ იმაზე და დავანახოთ, რომ ნაცმოძრაობა არ არის 100,000-ობით მიტინგი იქა და 20%-ია სულ. მაგრამ თქვენში ვერ გაიგებ, იქ სხვათა შორის ბევრი აგენტურა ტრიალებს, როცა არეული ხალხი არის ბლომად. თუ გამოეცლება იმას ის ხალხი, რომელიც მართლა ეროვნულად აზროვნებს, იქ აგენტიც გამოჩნდება. იქ შავნელი ხალხიც გამოჩნდება ვინ არის. და ამით ყველა ბევრი რამე დაალაგდება, რო იცოდეთ. არჩევნები უნდა იყოს თავისთავად, მაგრამ როცა დარეგულირდება. როგორ დარეგულირდეს? აი ისევ და ისევ მიმართავ ჩვენ პოლიტიკოს ბატონ თემურს, აიღეთ ის გიყავით მე დროშე, მე გთხოვთ, მოვითხოვ კიდევაც თქვენგან, აი ერთი 10 წელია მეგობრობთ და ურთიერთობთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ და შემოიკრიბეთ კიდევ ერთხელ ითავი დაბლეთ რო იტყვიან და დაელაპარაკეთ ნებისმიერ იმ კატეგორიის ხალხს, რომელიც არ არის მოხვედრილი იმ თქვათ საარჩევნო ბლოკებში, რომელშიც ახლა თარეშობენ და რითი წანგრევენ ქვეყანას. და მხოლოდ იმ წრეში შემუშავებული საარჩევნო კანონმდებლობა და სხვა კანონები, რომლებიც აი ამ დოქტრინებში და იმაში არის მოცემული, განხილული, აი მაშინ შესაძლებელი იქნება ამ ხელისუფლების შეცვლა იარაღის, მაიმუნობის და ძმათაომის გარეშე. სხვანაირად შეიძლება მივიდეს იმ კატასტროფამდე, რომ ხალხს ვეღარ შეაჩერებ რო იტყვია. მადლობა ყურადღებისთვის. საინტერესო და პრინციპული გამოსვლა ჰქონდა საერთოდ პიროვნება და მომართული და შემართული. მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ მინდა უპასუხო და ვთქვა, რომ მე გავიზიარებ ბევრი რამ თქვენ მოსაზრება გქონდათ. ეხლა რაც მეკითხება საშუალება შევეხმიანებ, მაგრამ პირველ ნაწილში გქონდა საუბარი ბატონ ჯუმბერიმ, ჩვენ გელათში გავაკეთებთ მეცნიერები გააკეთებენ მიმართვას პარტიებისადმი. და შეიძლება თქვენ თვითონ წაიკითხოთ იქ და ნახოთ უბრალოდ იქ ციგნი მეცნიერი ხართ, დოქტორი ხართ მეცნიერების, ექიმი ხართ, ჰუმანური წარმომადგენელი ხართ და გააქვთ ურთიერთობები ამ პარტიებთან, უბრალოდ მიმართვა იქნება გაკეთებული, რომელშიც ჩამოყალიბდება, რომ არ არის დღეს პარტიების დრო ხელისუფლებაში, დღეს არის პროფესიონალთა დრო ხელისუფლებაში, რომ დღეს მოდით ვინც ხართ თქვენ ნამდვილი პარტია, გავიწიოთ ცოტა ხნით გვერდით და გავაკეთოთ ჩვენი ასამბლეა, შევიკრიბოთ იმ ასამბლეაში, როგორც 20 წელი ეხვეწება მეცნიერთა კონგრესი, ამას ეს ჩამოყალიბდება ყველაფერი, თქვენ გაიდათ. უბრალოდ მე აი წეგან ვამბობ, წეგან ვერ დავასრულე ამის იმაში, რომ ამით მხოლოდ ერთი წამი მჭირდება, რომ მე შევიჭამებ დრო არ დამიტოვეთ რომ შევარდნაძის და გამსახურდიას დრო იყო ეროვნული განწყობის დრო. ეპოქა იყო. მაგრამ მას დაუპირისპირდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ გამოიყენეს ეროვნული ძალები კომუნისტურის დასამარცხებლად და მერე დაიწყეს იმ წუთშივე დაიწყეს ეროვნულის დამარცხება. ეს იყო რეალობა უკვე. ჩვენგან ეგეთი რამე მოხდა, იმიტომ რომ არავის არ აწყობდა გარეთ ეროვნული. ვის აწყობს ეროვნული? ეროვნული აწყობს მხოლოდ სახელმწიფოს და ვაწყობთ ჩვენ. ამიტომ ჩვენ ბევრ რამეს უნდა დაუბრუნდეთ. იმის შემდგომ შევარდნაძის და მოკავშირის ეპოქა იყო განუკითხაობის, სააკაშვილის და ნაცმოძრაობის თავგასულობის, ბიძინე ამანიშვილის ეპოქა არის პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების, რა ჭირდება ქვეყანას მეცნიერების ერა. აი ეს უნდა ითქვას გელათში. დიდი მადლობა პარტიულ და დამატებით მაპატიეთ, იქნებ დავიწყოთ იმით, რომ დავგმოთ ის პუჩი, რომელიც მოაწყეს მიუხედავად ბევრი იმისი, მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას ხელისუფლებასაც ბევრი შეცდომები ჰქონდა და ისე ვთქვათ, ვერ მიყავდა, მაგრამ დაგმობილი უნდა იყოს ის პუჩი და იქიდან დაწყებული შეიძლება ავაშენოთ რაღაცა დაგმობილი უნდა იყოს. იქიდან იწყება ჩვენი უბედურება. ჩვენი დროულება ფაქტია ყველა ვთავდებით, რომ ახალი მოძრაობა დასაწყისი, ახალი ეროვნული მოძრაობა
ალბათ ვიტყოდი რომ ჩვენ 9 აპრილში გავიჭედეთ. სულ ყველაფერი ისევ პარლამენტში მიდივართ, ისევ ყველას გონია ისევ 9 აპრილი, ისევ რუსეთს ებრძოლებენ. ფაქტია ის რომ ჩვენ ვერ გადავედით მეორე ეტაპზე, როდესაც პატრიამას შესთავაზა ყველა წავიდეთ, ჩავაცხროთ ეს ემოციები და დავიწყოთ კრიტიკული აზროვნება. რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ თავს ვერ ვერევით, ჩვენ თავს. ამიტომ დროა უკვე ეს ემოციები გვერდით გავწიოთ. რაციონალური აზროვნება, ხოდოდ მეცნიერული აზროვნება სხვა არ არსებობს. არც კულტურული, არც რელიგიური არაფერი. ამიტომ მეცნიერული აზროვნება უნდა გამოვიყვენოთ შესაბამისად. შექმნათ სამეცნიერო პოტენციალი, რომ ზუსტად გავსაცხოთ. აი აქ საუბარი იყო შემოტანილ ინვესტიციებზე, ხო? ინვესტიცია შემოიტანეს ჩაის ევროპელები და გამოდგა რომ თურქეთმა ისარგებლეს და ხედავთ, ხო? შემოვიდა ყარსი აზერბაიჯანის საქართველოს რკინიგზის მატარებელი და უნდა ჩაედოთ რომ ქართული მატარებლები დაზიდა და ელნაური შეიძლება განადგურდა. ამიტომ ესეც თუ არ არის სამეცნიერო გათვლები და ქართული ინტერესები და ქართული საწარმოები ჩვენ გავნადგურდებით. ამდენად დგება ამოცანა ეროვნული ახალი ეტაპი დავიწყოთ, საცა მოვაგვარეთ ყველა პრობლემას 91-12 წლის სწავლობას იქ პოლიტიკური კვლელობებს გამოვიძიებთ, გავასწორეთ. ჩვენ ილუსტრაცია რასაც ბატონი თემური ამოწმდა, ხშირად ილუსტრაცია არის აუცილებელი. ილუსტრაცია და შესაბამისად უნდა გავასწოროთ ყველაფერი, რომ დავნიშნოთ ერთი არჩევნები, საცა ყველა იქნება კმაყოფილი და დავიწყოთ ახალი მშენებლობა ქვეყნის, რითაც გავასწორებთ ურთიერთობას ჩინეთთან, რუსეთთან, ანუ ამისთვის არის ძალიან ყველგან სარგებელს ნახავთ, კაცო და არა წაგებელს. სანამ ჩვენში არ გავსწორდებით, სანამ ჩვენში არ დავლაგდებით, შიგნით. ხო და ერთ ვიტყვი კიდე, როდესაც ღმერთი არიგებდა მიწებს, ქართველები იძენ და ქეიფობდნენ. ჩვენ როგორც კი ჩავერთვებით გადანაწილებებში და რაღაცებში ჩვენ დავიგრებით. ამიტომ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვაწყოთ კარგად და დამიჯერეთ იგივე მექანიზმი ამორწმუნ. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო, მადლობა როგორც ჩვენ ვაცნობთ, ჩვენ გვიბაჭდებიან იმას. გელაჩი გავაგზავნებთ უფრო დიდ დისკუსიებს, ამიტომ ვეპატიჟებით ყველა პოლიტიკოსებს თავებს ნახავთ ვის აინტერესებს ეროვნული სწორი გზა, იმიტომ რომ ჩვენ თავარი არის შევთავაზეთ რა გვაქვს გასაკეთებელი და ის რასაც ვიტყვით, ის უნდა გაკეთდეს, ვერავინ ვერ უნდა გადაუხვიოს ამ გზას. დიდი მადლობა ყველას, მადლობა მაყურებელს, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.